2008 წლის აგვისტოს ქვემეხები რუსეთის ომის საქართველოში ამ სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია დღეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდში გაიმართა. წიგნი 11 ექსპერტის შრომის შედეგია. ავტორები არიან როგორც ამერიკელი და ევროპელი, ასევე რუსი და ქართველი მკვლევარები. ნაშრომი 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს სრულად ასახავს და მასში ავტორთა შეფასებები და ანალიზია მოცემული. პირველად წიგნის პრეზენტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა. პირდაპირ ეთერში თეიკო ანჯაფარიძე საუბრობს. თეიკო, კონკრეტულად რაზეა საუბარი წიგნში და რას ამბობენ თავად ავტორები? ამერიკის შემდეგ პრეზენტაცია უკვე საქართველოში იმართება. მე ხა ხელში მიჭირავს წიგნი 2008 წლის აგვისტოს ქვემეხები და რუსეთის ომი საქართველოში. ამ წიგნში არის თავმოყრილი 11 ავტორის ნაშრომი, 11 ექსპერტი თავის მოსაზრებას გამოთქვას აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით. აქ არის მოცემული არა მარტო ანალიზი, არამედ შეფასებები და ავტორების განცხადებით წიგნის მთავარი მიზანია კიდევ ერთხელ დაანახონ მსოფლიოს თუ ვინ დაიწყო ომი. არა მარტო იმ 5 დღეზე, რომელიც 8-12 აგვისტოს შორის, არამედ მთელი ამ ომის წინა ისტორიაზე და იმ მოვლენებზე, რაც წინ უსწრებდა ამ ომს. აგვისტოში ომის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება საქართველოსკენ იყო მიპყრობილი. ზოგი ცივი ომის შემდგომი პერიოდის დასრულებაზეც საუბრობდა. ეკონომიკური კრიზისის გამო ეს საკითხი ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა. ჯერ კიდევ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს საერთაშორისო ასპარეზზე იმასთან დაკავშირებით, როგორ დაიწყო ომი. მნიშვნელოვანია ექსპერტებმა შეისწავლონ და იმუშაონ ამ საკითხზე. 224 გვერდიანი ინგლისურ ენოვანი წიგნის პრეზენტაცია, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, დღეს გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც თავად რამდენიმე ავტორი, ასევე ექსპერტები და ექსპერტები დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნავდნენ, რომ ასეთი წიგნის არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისათვის. იმაჩნია, რომ ასეთი წიგნები არანაკლებ და გულახდილად გითხრათ, ჩემთვის ზოგჯერ მეტად მნიშვნელოვანია ხოლმე, ვიდრე ოფიციალური დოკუმენტებიც კი. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ადამიანთა ურთიერთობაში თუ ერებს შორის ურთიერთობებში ამ სფეროს ექსპერტების, აკადემიური წრეების შესაძლებელია და სწორედ ესეთი წიგნი გვაქვს აქ, რომელიც აჩვენებს, რომ ეს აგრესია მოდიოდა რუსეთისგან, ჩვენი მხრიდან იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც გადავდგით, იყო ასე ვთქვათ, მეცნიერულად გარდაუვალი. ეს უნდა იყოს საინფორმაციო ომის ნაწილი, ასეთი ტიპის წიგნები, არა მხოლოდ ინგლისურად, აუცილებელი ეს იყოს ქართულად და რასაკვირველია რუსულად. მე ვთვლი, რომ რუსულად არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რუსულ საზოგადოებაში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მართლა არიან დაინტერესებული ამ ბოლო დროს იმ ომით, რაც შარშა მოხდა, იმ დანაშაულით, რომელიც შეეძინა რუსეთის ხელისუფლებამ. მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს უნდა იყოს, ასე ვთქვათ, პრომასშტაბური. ამერიკაში გამართული პრეზენტაციის შემდეგ წიგნი არაერთმა მნიშვნელოვანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ წაიკითხა. წიგნს გაეცნენ ასევე უცხოეთში მცხოვრები, როგორც ჩვენი თანამოქალაქეები, ასევე უცხოელები, რომელთაც ალბათ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ უკვე აღარ დარჩებათ შეკითხვა, თუ ვინ დაიწყო ომი საქართველოში. მადლობ თეიკო ანჯაფარიძე საუბრობდა პირდაპირ